მოწამლულ ადამიანთან რაც არ უნდა იმუშაო და გონება დაბინდულთ ადამიანთან ვერაფერს ვერ მიაღწევ. ეხლა თუ კიდე დღეს ვერ მიხვდა ვერავინ ამ ყველაფერს ძალიან ძნელია მერე მიხვდეს. ეხლა ეგ კი არა 26 მაისისთვის ემზადებიან ეს ნაძირლები ესენი, აი ეს ბოდიში და მე ესეთი შთაბეჭდილება მექნება რომ აი ეს საცოდავი არსება საერთოდ კაცი არის თუ არა საერთოდ ეგეც საკითხავი არის. და გამოდის 26 მაისო მსხვერპლზე უნდა წავიდეთო და არა და ეს იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი პარლამენტში იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო თუ არ ვცდები ფოფხაძე ედეონ ფოფხაძე სწორად უთხრა დღეს კალაძე მამაზე რო ილაპარაკა ეს ჩურჩუტი აი ნახეთ რასაც ცხადებს თუ ვატყობთ 26 მაისს ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია მიგვაჩნია რომ ეს მსხვერპლი არ ღირს აი ამ ეტაპზე მე მიმეჩნია რომ სხვას ვერ მოუწოდებ რომ მსხვერპლად იქცეს მაგრამ ჩვენ ვისაც მიგვაჩნია რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ესე იგი რა რისთვის უნდა იყოს შენ მზად მაინტერესებს აი რისთვის უნდა იყოს მზად ბატონო ფოფხაძე რისთვის უნდა იყოს შენ მზად რომ თავი გაწირო თუ რა უნდა ქნა რა უნდა გააკეთო მაინტერესებს ერთი აი რა უნდა გააკეთო მაინტერესებს ერთი რისი გამკეთებელი ხარ შენ რომ აი რო იქადნები და იმუქრები და ცდილობ რომ ქვეყანა არევისკენ წაიყვანო აი მაინტერესებს ერთი აი ეს ხალხი მაინტერესებს აი საერთოდ ნორმალურ ჭკუაზე, საფჭკუაზე არის თუ არა. მე ბოლოს რა მოხდება, იცით? ამას ფული აქვს აღებული ამ გედეონას. და წავა მერე და აგერ ნანუკა ჟორჟოლიანი პარიზის ფონზე რო იმას, რა ქვია, სურათებს იღებს და პოზირებს. რა ვიცი, შენი თანამებრძოლები აქ იტანჯებიან ნანუკა და შენ იქ როგორ ნავარდობ და გედეონიც ასე იქნება, წავა იქა და მერე აი როგორც ეხა ნანუკა ქალია და ბოდიშ და პოზირებს და რაღაცა კი ბატონო რაღაცა ცდილობს რომ თავის სექსუალურობა გამოაჩინოს იქ რაღაცა ფეხები მკერდი რაღაცა გვაჩვენოს ჩვენ და რაღაცა და შენ რითი იპოზიორებ შენ საწოდაო შენ რითი იპოზიორებ შენ ვის რაში ჭირდები აი მაინტერესებს ეხლა აი ნანუკასავით ჩაწერ ასეთ ვიდეოებს ესე იგი რაც ჩამოვედი საფრანგეთში ჭამე პიცები დილას ვიწყებდი ბაგეტებით კარაქს უსვამდი თევზს ვადებდი კვერცხს ვადებდი კიდე რას ვადებდი ყველაფერს ტკბილის გარდა იმიტომ რომ ტკბილზე ასკეზაზე მაქვს დადებული თორე ტკბილზე რო ასკეზა არ მქონოდა დადებული მაგასაც შევჭამდი ყველაფერს შევჭამდი ტირამისუს სამაგიეროდ ალექსა ჭამდა ჩემს მაგივრად ტკბილს მერე შუადღით ვჭამდი მერე საღამოს პიცებს ვჭამდი და მოკლედ ხანდახან ძალიან კარგი ესეთი ამოვარდნა ხალხნა და სულ არ მაინტერესებს რამდენი კილო ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი მოვიმატე ხანდახან აუცილებელია ასეთი ამოვარდნები და რაც გინდა იმის ჭამა გაუმარჯოს თავისუფლებას ნანუკა რაც გინდა ის ჭამე და რაც გინდა ის დალიე მან და ოღონდ შეეშვი ქვეყნის არევას არავინ არ გიშლის შენ ჭამას მას და განცხრომას ღმერთმა შეგარგოს კი ბატონო მაგრამ ეს რო იმ ფულით ამას რო იმ ემიგრანტების ფულით აკეთებ ეს ხო ცხადია ეხლა მე იმ ზოგიერთი გინა რუსეთში და გინა ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს მინდა მივმართო აგერ ეს თქვენი ფულებით ნებიურობს აგერ ხედავთ ნებიურობს ხო და თქვენ ეხა ილოკეთ თითები და იყავით ამ ტელევიზორებთან და უყურეთ იმ 20 მარგინალს რომელიც იქ დგას და უყურებს როგორ ჩამოაგდებენ ამ თავრობას გედეონას სახით. თქვენი ფულები აგერ საფრანგეთში არის და შოპინგებზე მიდის ეს ფულები და მიდის იმაზე რა ქვია ნანუკას ნებების დასაკმაყოფილებლად. და ეხა იყავით და უყურეთ ამას. თქვენ იმის მაგივრად იმ ადამიანებს, იმ ძალებს დაეხმაროთ, ვისაც საქართველოს გადარჩენა უნდა ნაციონალებს აფინანსებ. მე რუსეთში შემხვედრია უამრავი ქართველი, რომლებსაც აწყობილი ბიზნესები აქვთ, ყველაფერი გააჩნიათ და ნაციონალებს ეხმარებიან აქა.